რა კრიტერიუმებით მოხდა ტურიზმის დეპარტამენტისა და ტურიზმის სააგენტოს 50 თანამშრომლის მუშაობის შეფასება და მათი სამსახურიდან დათხოვნა. დემოკრატიის ინსტიტუტში ამ კითხვებზე პასუხები აინტერესებთ. გენო გელაძემ ტურიზმის დეპარტამენტსა და ტურიზმის სააგენტოში განხორციელებულ რადიკალურ საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით დღეს ბრიფინგი გამართა. გელაძე მიიჩნევს, რომ შეუძლებელია 50 თანამშრომელს ერთდროულად მოესურვებინა პირადი განცხადების საფუძველზე სამსახურის დატოვება. მისი თქმით, ტურიზმის დეპარტამენტში ბევრი პროფესიონალი კადრი მუშაობს. ბრიფინგზე განაცხადეს, რომ ტურიზმის დეპარტამენტის არც ერთ დათხოვნილ თანამშრომელს დემოკრატიის ინსტიტუტისთვის არ მიუმართავს. საჯაროდ გაცხადეს ის შეფასების სისტემა და კრიტერიუმები თუ ვინ შეაფასა როგორ და როდის ამ სამსახურის უხარისხო თუ არ დამაკავშირებულ მუშაობა და მეორე მოხდეს იმის განმარტება, რომ რანაირად შეიძლება მოხდარიყო ისე, რომ არც ერთ შემთხვევაში ამ სამსახურის ხელმძღვანელები თურმე არ მუშაობდნენ ცუდად, მაგრამ რიგი თანამშრომლები მუშაობდნენ არადამაკმაყოფილებლად.